ნაკრები ყურადღებით უნდა ვიყოთ დაცვაში არა. ასეთ დარტყმას ახიფათო ნაკლებად არის კუპატაძემ წაიღო ბურთი. 3-2-ზე ვარ. ნიშნიანიძე გაკეთა გადაცემა დარტყმა. 1-0. რაიხსნა ანგარიში, ბრავო. და ისევ კუპატაძემ რა კარგად ითამაშა, როგორც წამოიღო არა ბურთი გამოსტილმა მეკარემ, შექმნა რიცხობრივი უპირატესობა. ჭანუყვაძე, სეპისკვერაძე, ისევ უფრო საქართველოს ნაკრების მესამე ნიშნიანიძეს და გათამაშდა ბურთი ნიშნიანიძე. ბრავო! რომინიო რა ესაკეთებს? ბრავო! შესანიშნავი ულამაზესი გოლი! რომინიო! სეპისკვერაძე! ბრავო! ულამაზესი გოლი! ბურთი აერლა და ესაკეთებს. კრეიგ მაკლის. აბა სეპისკვერაძე. ძალიან კარგი პასი, რომინიო დარტყმა და 3-0. სეპისკვერაძის ჰეტრიკი, მესამე გოლი. ბრავო! მეკარე ბოლოს რა ბურთი აიღო თავიდან 9 მეტრიდან გამოვაძრა, თუმცა მაინც დამატება ჰეტრიკის ავტორი. რაღაც გაბრაზებული რომინიო, კარგი კომბინაცია დარტყმა! და ისევ სეპისკვერაძე, პოკერი. შეუჩერებელი ასე. ესეც მეოთხე გოლი. შეცდომა, ნიშნიანიც 1-1-ზეა. არა და მაინც მოახერხა. აბა გოლი გავიდა მაინც. თითქოს დააგვიანა ნიშნიანიძე დარტყმა, მე მეკარემ ჩაკეტა უკეთე, მაგრამ საფრიკურიშვილს. არი მოკომბარისებული, მაგრამ გამიზნული დაბალ კუთხეში მეკარისგან მარჯვენა კუთხეში და ანგარიში ხდება 6-0. 6-0 პირველივე ტანგო საქართველოს მოგებულია ისრაელთან 3-0 და ეს ამ შეფოთას აუცილებლად მოიგებს და აუგეთ ბრავო ნიშნიანიძე, მაგრამ რომინიო წყაროს დაუღეჭა ეს ბობოხიძე. აუტოვა ტიკურიშვილს დარტყმა. 1-0. ისევ ტიკურიშვილის მარცხენა დაიყავა. ბობოხიძე და ბრავო. ერთი გოლი 9-0. აი ხოქურია დარტყმა. აი 10-0 დავამრგვალეთ დრო კიდევ არის. 11-0 მშრალი ანგარიში და მთავრდება პინგ-პონგში. ისევ ხოქურია. ბობოხიძე დარტყმა და 11-0.